მშვიდობისა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს დილის გადაცემას უსმენთ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წლევანდელი ზაფხულის უჩვეულოდ გრილი ივნისი საკმაოდ ცხელი და ნაყოფიერი იქნება თეატრისთვის. აქ რამდენიმე ახალ სპექტაკლზე მიმდინარეობს მუშაობა. მათ შორის ერთი, რომელიც თეატრის დიდ სცენაზე იქნება ნაჩვენები, არის ღალატი ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესის მიხედვით. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი გიორგი სიხარულიძე დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ მოწვეულ მსახიობთან გია აბესალაშვილთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ალექსანდრე სუმბათაშვილის ისტორიული დრამა ღალატი 1903 წელს შეიქმნა და საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც არ დაკარგა აქტუალობა და თქვენთვის როგორც რეჟისორისთვის უპირველესი და უმთავრესი რა იყო, რამაც არჩევანი გაგაკეთებინათ ამ პიესას. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც გრილი ივნისი იყო. მაგრამ ცხელი თეატრალური სეზონი. ამავდროულად სეზონი ესეთია, გახურებული. რა შეეხება პიესას, არის რეჟისორის ცხოვრებაში ესეთი რამ, რომ მუდმივად რამოდენიმე პიესა არსებობს, რომელსაც ფიქრობ და შენდაუნებურად რაღაცა დაატარებ ამ ფიქრს, მაგრამ როდის განახორციელებ, სად განახორციელებ, ეს უკვე კონკრეტულ მოცემულობაში და კონკრეტულ დროში ეს ზოგჯერ არის გამოცანა. ეს პიესა ზუსტად ესეთი არის. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან წირი დრამატურგია გვაქვს, სამწუხაროდ, კარგი კლასიკური დრამატურგია, თანამედროვე ქართული დრამატურგია მწირია, არის პიესები და მათ შორის როგორც კლასიკური დრამატურგიის ერთ-ერთი ნიმუში ღალატი, რომელზედაც ბუნებრივია ფიქრობ, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდი, კარგახანია ვფიქრობ და არსად არ განვახორციელე რა, მაგრამ არ დადგა შესაბამისი მომენტი. დიახ და რაღაცა დალექილი რო არის რა. მაგრამ ბატონმა ნუკრიმ, როდესაც შემომთავაზა, რომ ბათუმის დრამატულ თეატრში დამედგა სპექტაკლი, ბუნებრივია დავიწყეთ ლაპარაკი თუ რა მასალა უნდა ყოფილიყო და მე როგორც სამხატვრო ხელმძღვანელს ვკითხე, რომ ბატონ ნუკრი, თქვენ რა გნებავთ, რომ რა მასალაზე, იმიტომ რომ ის განსაზღვრავს სამხატვრო სახეს თეატრის და მან ზუსტად იცის რა რეპერტუარია საჭირო როგორ და როგორც კი მითხრა ერთ-ერთ ვერსიად ეს პიესა არც დავფიქრებულ ვარ და თანხმობა განვაცხადე და როდესაც წავიკითხე საუკუნეზე მეტია რაც ეს პიესა არის დაწერილი, ენა სალაპარაკო ენა ძალიან არქაულია. ისევ როგორც სხვა მასალა კლასიკური დრამატურგიის ნიმუშები ჩვენი რომ შედევრებს რომ ეძახით ეს არის ყვარყვარე თუთაბერი, ეს არის გუშინდელნი. ეს მასალებიც დღეს თანამედროვე მაყურებელს ესაუბრო ფიცარნაგიდან ენა სალაპარაკო ენა ძალიან არქაულია და ითხოვს ადაპტაციას. და ჩვენ მთელი ამდენი ხანია უკვე რეპეტიციები გვაქვს დაწყებული და ამ პერიოდში სამაგიდო რეპეტიციებს ვეძახით ჩვენ თითქმის უკვე ვამთავრებთ მოვანდომეთ ამ ადაპტაციას, რომ ის ენა რომელ ენაზე ჩვენ ვისაუბრებთ მოსული მაყურებლისთვის იყოს ძალიან გასაგები და აქტუალური. თემა თვითონ რაზეც საუბრობთ, იმიტომაც არის კლასიკური დრამატურგია და იმიტომ არის ნიმუში კლასიკური დრამატურგიის, რომ ამდენი ხნის წინ დაწერილი პიესა დღესაც ძალიან აქტუალურია. და ეს არის თქვენი პირველი თანამშრომლობა ბათუმის თეატრთან და არ შეიძლება რომ არ გითხოთ. არ არის პირველი? პირველი ედით პიაფი. და მაშინ გითხარით ამ თანამშრომლობის შესახებ ბათუმის თეატრთან და მსახიობებთან? კი ბატონო, პირველი თანამშრომლობა ეს იყო, მე მაშინ ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ხელმძღვანელი ვიყავი, როდესაც ერთობლივი სპექტაკლი ჩავიფიქრეთ, ედით პიაფი, ეს იყო 2017 წელს და მე საუკეთესო მოგონებად დამრჩა ეს პერიოდი, იმიტომ რომ სპექტაკლი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა, მაყურებელმა ბათუმელმა მაყურებელმა შეიყვარა ძალიან
და ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენი მეორე თანამშრომლობა უკვე მეორე კარგ მოგონებად იქნება და წარმატებულ დადგმად დარჩება. და ინტერპრეტაციებს რამდენად ხშირად იყენებთ თქვენს დადგმებში? იცით რა არის ამის გარეშე რადგან არის ხო ანუ რეჟისორები რომლებიც კონკრეტულად ან დაწერილ სცენარს მიყვებიან მაგრამ არის ერთგვარი საკუთარი ხედვა ამ ყველაფრისა ანუ თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ხოლმე გადოზით არის როდესაც რეჟისორი დგავს სპექტაკლს ყოველთვის თავის ამბავს ყვება იმ სანოტო ფურცლიდან რომელიც სანოტო ფურცელიც ჩვენი სანოტო ფურცელი დრამატურგია და აი ისეთი მაგალითი მინდა მოვიყვანო რომ აი მაგალითად ტოსკანინი როდესაც უკრავდა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას და როდესაც ასრულებდა მე-9 სიმფონიას თავის ამბავს ყვება რაში გამოიხატება ეს ამბავი რომ აი თქვათ იქ სადაც ფორტე არის 9 პიანოზე აკვრევინებს ხვდებით ეს მისი ინტერპრეტაცია მისი ვერსია რომელიც ავტორთან თანხვედრი უნდა იყოს არ შეიძლება რომ თქვათ შეიძლება რაღაცა აზრი მოგივიდეს, ფიქრი მოგივიდეს და გაერთო ამ შენი ფიქრით, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს პირველ წყარო. რატო აიღე ეს მასალა და ავტორი უნდა გახსოვდეს. და შესაბამისად კარგია, როდესაც ესეთი შერწყმა ხდება და კარგი დიალოგი ხდება შენსა და დრამატურგს შორის და არ უნდა ისარგებლო თან იმით რომ დრამატურგი საუკუნის წინ ცხოვრობდა არ არის თანამედროვე დრამატურგი და უხეშად არ უნდა ჩაერიო მაგრამ როდესაც დგავ აუცილებლად შენ ამბავს ყვები ესეთი დეტალებზე ვისაუბრეთ ფორტეპიანო ალბათ ბატონო თქვენ არ გვიწყენდი მედია გადმოვინეცოთ თქვენთანაც მაგრამ ისეთ თემებზე შევეხეთ მუსიკა ახსენეთ და სპექტაკლის მუსიკას ასაგები ახლოს ხარ საკმაოდ მუსიკასთან და თქვენ თავად გამფორმებელი ხართ ამ მუსიკალურად და ამის შესახებაც რო გითხრათ ხშირად ვიწევს გაფორმება ჩემი სპექტაკლების ამჯერადაც ესე მოხდა სხვათა შორის თუ ერთი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ აუცილებლად უნდა მესმოდეს ჩემი მომავალი სპექტაკლის მუსიკა როდესაც ვიწყებ მუშაობას მასალაზე მუშაობას და ამ შემთხვევაშიც ისე როგორც სხვა შემთხვევებში მუსიკა ერთ-ერთი გადამწყვეტია იმიტომ რომ ის ერთგვარი დრამატურგია არის ამავდროულად მე არ ვაფორმებ მხოლოდ რომ აი რაღაცა თემა მომეწონა და აი მოუხდება ამა თუ იმ ეპიზოდს ასე არ ვაფორმებ სპექტაკლში და არ ვიყენებ მუსიკას მუსიკასაც თავისი დრამატურგია უნდა კონდეს თავისი თემა უნდა კონდეს უნდა ზუსტად გრძნობდეს ის მუსიკა ბუნებას გრძნობათა ბუნებას როგორც ავტორის ისევე სპექტაკლის და ის მსახიობთან ერთად უნდა თანამთხრობელი იყოს და აი ესე ვიყენებ მუსიკასაც. ბატონო გადმოვინაცვლოთ თქვენთან. ვაპატია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დიახ. ისეთ დროში ვარ რომ ჯერ კიდე გაურკვეველი ვარ რაღაცეებში. ხა ბოლომდე კი ვსაუბრობ ჩვენ ბევრ რამეზე ამ სპექტაკლის მიმართ რა თქმა უნდა მაგრამ აბსოლუტურად ვენდობი ახლა გიორგის რა ეს ის პერიოდია როცა შენ ყარად ხარ იმ შენ იმაში როგორ წარმართავს ეს ამ გმირის სახეს რა აქ ჩვენ ვილაპარაკეთ ის თვითონ სალაპარაკო ენა ძალიან არქაულია ძველია იმის დაანგრევა და ჩვენ თანამედროვე იმაში გადმოტანა ესეც რთულია რა ამ მუშაობაში მე რა ბედი ეწევა როგორ წავა ამ გმირის ცხოვრება ასე ისე მოკლედ ამ შემთხვევაში დამოკიდებული ვარ გიორგიზე ხა იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ ვიმუშავია ერთად რა ვიცი თითქმის გიორგის ყველა სპექტაკლში ვარ მე აი მოსვლის დღიდან და არა მარტო სპექტაკლებში ბევრჯერ გამიფორმებია კიდევაც მხატვრულად ამის სპექტაკლები რა ბევრ გამხატვარიც ყოფილი იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ამენია გრძნობთ ერთმანეთს მე ის აქ საოცარი ადამიანები დავხვდე რომელიც ჯერ კიდევ ჩემი ინსტიტუტის ცხოვრებიდან შევხვდნენ უკვე აქ რაღაცა გადავიკვეთეთ ამ თეატრში მე პირველად ვარ ამ თეატრში ხშირად ყოფილი ვარ გასტროლებზე მაგრამ
ესე უშუალოდ რამათან მემუშავა მე პირველად მომიწია ახლა ამ შემთხვევაში და ეს შთაბეჭდილება უნდა გაგვიზიაროთ ძალიან საინტერესო არის როდესაც პირველად მსახიობებთან ერთად გადიხართ ამ ეტაპს როგორია ეს ბათუმური ამბავი საინტერესოა რა იმიტომ რომ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ჩვენ უცხოები არა ვართ ერთმანეთს აი ნებისმიერ კუთხეში სადაც არ უნდა წავიდეთ ჩვენ მაინც ვცნობთ ერთმანეთს იმიტომ რომ წლები გვაქვს გამოვლინი ერთად მაგრამ სხვა არის როცა ერთად თამაშობთ რა უნდა უკვე სცენაზე რო დგეხარ უკვე იქ სხვა არის და საინტერესოა რა უბრალოდ რა სხვადასხვა ადამიანებთან ერთად ესე ურთიერთობა მით უმეტეს სცენაზე რა ბატონ გიორგისთან რამდენად კომფორტულია თქვენ თქვით რომ თითქმის ყველა მის სპექტაკლში ხართ ჩართული რამდენად კომფორტულია მასთან მუშაობა როგორც რეჟისორისა და რამდენად მკაცრია იმ მოთხოვნებში რაც გასათვალისწინებელია რეჟისორის ხედვისას ну არა კომფორტულია მუშაობა იმიტომ რომ ეს რაღაცა ძიება ერთად ვეძებთ რა საათ როგორ რანაირად საით მივდივართ რა გვინდა რომ იყოს და ასე შემდეგ და მე ვერ ვიტყვი რომ რაღაცა დისკომფორტი მქონდეს რანაირად იქ შეიძლება რაღაცაზეც ვიკამათოთ თქვათ სამუშაო პროცესს ახლავს აჯობებს თქვათ ესე რაღაცა გავცოლოთ აზრები თორემ ასე რომ ამ შემთხვევაში მე ვენდობია გიორგის მშვიდობიანად დამთავრდება ჩვენი მოგზაურობა ამ სპექტაკლით ცოტა რამ გითხარით თქვენი გმირის შესახებ როგორი გმირია ეხლა წარმოიდგინეთ მოაჯინეს ფაშად მთელ საქართველოს რა უაღრესად უყვარს ეს ხალხი და ეს საქართველო როგორც რა მიზნით ვიძახი რომ უყვარს იმიტომ რომ მოსწონს ამათი პურმარილი ამათი ცეკვა თამაში სიმღერა და დანარჩენებს ეუბნება ნუ დაღუპავთ ამ ქვეყანასო რა ეს ქართველებიო რა აი წარმოიდგინეთ უკაცრავად დიდი მამაზაღლია რომლებიც შემყოლია წლების წინ უამრავი ხან ვინ განაგებდა ამ ქვეყანას და ხან ვინ და უკლედ ისეთი პიროვნებაა მაგრამ ხა ამის წყავში რო შედიხარ ამის გადასახედიდან რაღაცნაირად ხო ამართლებ შენ როლს რომ ზოგიერთი ისე იქცევა მართლა ამ ქვეყანაში რომ მართლა დაგუყავს და ამას უნდა ამით თვითონ გადაარჩინოს ქვეყანა ეს ისი გადარჩენელია მაგრამ ნუ ხო შემთხვევაში ასია რა ვიცი რა იქნება მე სამსახიობო ნიჭი ალბათ სწორედ ამით არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თქვენ როგორც ჩემთვის პირადად კეთილსინდისიერების გასახიერება ასეთი ნეგატიური ადამიანის თამაში გიწევდა ნუ მართლა ფასდაუდებელია ეს შრომა და ეს უნარი და ბატონო გიორგი თქვენთან გადმოვინაცვლოთ როგორია თქვენი მოლოდინი ანუ თქვენ როგორც შეაფასებდით ხო ცოტა დრო დარჩა პრემიერამდე ანუ ეს მის რო ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი მაგრამ ამ ეტაპისთვის როგორ შეაფასებდით იმ ნამუშევარს რომელიც თევს მივდივართ გეგმით მოლოდინები რა თქმა უნდა როდესაც იწყებ მუშაობას თავიდანვე სურვილი და მოლოდინი გაქვს რომ ის რაც ჩაფიქრებულია ის რაც ჩაიფიქრე გინდა რომ მაყურებლამდე მიიტანო და განსაკუთრებით მაინტერესებს ახალგაზრდები რომლებიც მოვლენ რამდენად მათთვის გასაგებ ენაზე მოვახერხებ ჩვენ მივიტანოთ საუკუნის წინანდელი ამბავი და სიმართლე გითხრათ ჯერა ჩემი შემოქმედებითი ჯგუფის ვინც მუშაობთ ჯერა ამ თეატრის და დარწმუნებული ვარ რომ საინტერესო ნამუშევარს შევთავაზებთ მაყურებლებს და როდის ნახავთ სპექტაკლს 21-22-24 ივნისი პრემიერები დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად რეჟისორი და მუსიკალური განფორმებელი გიორგი სიხარულიძე იყო დღეს ჩვენი სტუმარი და ბატონი გია ამესალაშვილი მსახიობი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა